მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მაყურებელო და მსმენელო. დღეს მინდა ეგეთი ცნაური თემა შემოგთავაზოთ. აბსოლუტურად სურეალისტურად დღეს ხა რაც მოგახსენებ. ეს გახლავთ მზის ენერგიის ხელოვნური გადაკეტვა და ცის დაბნელება. საინტერესო თემაა. მე მგონი არა. გიჟის ნაბოდვარი არ გეგონოთ. ეხლა გავაგრძელებ და ნახავთ რომ აბსოლუტურად ფაქტებზე დაყრდნობით მოგახსენებთ რის თქმაც მინდა. უდიდესი ფილანტროპი ძია ბილ გეიტსი ეს თემა თავიდან ისე იყო, შაყრის დონეზე იყო, ოდმას აშეხებოდი და დღეს ნახავთ, რომ თვითონ გარდიანი და ისეთი ტელევიზიები ეხებიან და ის მეინსტრიმ მედია ეხება, როგორც არის CNBC და როგორ მიდის კრიტიკა უკვე. და თქვენ წარმოიდგინეთ, პროექტი წარმატებით ვითარდება უკვე წლების განმავლობაში, სამთავრობო თუ არა სამთავრობო გრანტების საშუალებით. მაგრამ ადრე თუ ძირითადად გეიტსი ახმოვანებდა ამ პროექტს, თუნდაც ტედი ნახეთ, მე მოგცემთ ლინკს თუ გინდათ ვიდეოებსაც გაჩვენებთ, როგორ ამას ოფიციალურად ლაპარაკობს ინტერვიუებში, არა? ხო და აი ამ პროექტთან დაკავშირებით დღეს უკვე გააქტიურდა ბრიტანეთის მთავრობა, რომელმაც უკვე დაიწყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ფინანსების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა. გასაკვირი ის არის, რომ ეს იმ ფონზე, როდესაც სოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიების გიგანტი, ამერიკის შეერთებული შტატები, ტოვებს პარიზულ ხელშეკრულებას, კლიმატის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელსაც გარკვეული ვალდებულებები, რომელიც ტრამპის მოსვლის შემდეგ საერთოდ გაწყვეტა ურთიერთობა, შეწყვიტეს ეს ხელშეკრულება პირდაპირ ვთქვათ და რაც ავტომატურად ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებას საერთოდ გლობალურ დათბობასთან და მას უკვე ფაქტურად აბსურდის და არ აღიარებს მოკლედ ამ თეორიას პირდაპირ ვთქვათ. მე მაინტერესებს საქართველოს რა შვება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, საქართველოსაც მოწერილი აქვს ამ CO2 ემისიასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაზე ხელი, ასრულებს თუ არა ამ ვალდებულებებს, ეს რა ვალდებულებებია, ცალკე შეიძლება მიმოიხილოთ და თქვენთან მოიძიოთ, რა არის პარიზის კლიმატური ხელშეკრულება, ძალიან საინტერესოა. ხო, მედია მოკლედ აჭრელებულია ამ თემით. საქართველოში არ ვიცი ეს თემა საერთოდ შუქდება თუ არა, მე ტელევიზორს არ უყურებ, პირდაპირ გითხრათ. ბილ გეიტსის პროექტი, მოდი ეს დავარქვათ, პირობითად გამხმოვანებელი ყოველ შემთხვევაში ბილ გეიტსი არის, რა არის მისი ამოცანა არის, ამ პროექტის ამოცანა, ისეთი ქიმიური ღრუბლის შექმნა, რომელიც გონებ რომ უკვე დიდი ხანი არსებობს და ამას ელემენტარულად დარწმუნდებით, ხო? თუ უფრო კარგად მოიხედავთ, ჩემო ძვირფასებო. და აქტიურ ქმედებაშიც არის უკვე რა აშკარად, ეს ჩემი პირადი აზრია, ჩემი დაკვირვებაა, თუნდაც ამინთან მიმართებაში ესეთი სწრაფი ცვლილებებისა და უცნობ რაღაცები ხდება, ხო, კატაკლიზმები ხდება, ხო? ამ ქიმიურ ღრუბელში უნდა იყოს ისეთი ქიმიური ნაწილაკები, ერთ-ერთი მათ შორის ეს არის გოგირდი, რომელიც იმიტაციას აკეთებს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მიღებულ აირზე. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მასშტაბზეა ლაპარაკი? ოღონდ ამ შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში მუდმივად თვითმფრინავებმა, ეს ოფიციალურად წერია მეგობრებო, პატენტებია ამისი. ეს აღარ არის კონსპირაცია უკვე. წაში აიხედეთ და დარწმუნდებით, ხო? რა ლამაზია, რა ძალიან ლამაზია რომ შეხედავთ, კი, რაზეა ლაპარაკი? ერთ შეხედვით. და ესე იგი ეს ვულკანური აირის ღრუბელი, ხო, რომელიც შეიცავს, არ ვიცი, ცნობილი არის ბარიუმი, ალუმინი, არ ვიცი, რაღაც ნაწილები ჩვენს მოგვეწოდება რომ ნახოთ, რაღაცა უცნობია, ხო, არ ვიცით ეხლა. ყოველ შემთხვევაში გოგირდი რო ურევია, ეს ფაქტია. რომელიც იწვევს სმოგს და ამით ხდება რა, მზის სხივების ბლოკირება ფაქტურად, ალბათ იმ სასარგებლო, რომელიც ყველაზე ძალიან მჭირდება არა მარტო ჩვენ ორფეხებს, არამედ ოთხფეხებსაც და სხვა ყველაფერსაც დედამიწაზე არსებობს. ხო, ეხლა რა არის კრიტიკა, როგორ მიდის ეხლა აქ უკვე, ასე ვთქვათ, ყოფილი მემარცხენე, უკვე ნეიტრალურები გახდნენ. რომ ეს კი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი რისკების ქვეშ, რაც უკვე ექსპერტები დავარქვათ, ამ სიტყვით მიმართოთ თუ გინდათ, ამის მეცნიერებიც უკვე ალაპარაკდნენ ღიად. ეს აღარ არის დახურული თემა, სადაც ამბობენ, რომ ეს გამოიწვევს წყალდიდობებს, აი ეს უცბად მოვარდნებს, ხო? აი პირდაპირ აღწერილია, ხო? გამოიწვევს, ესე იგი, გვალვას, აი ესეთ პარადოქსები ხდება. ესე იგი, ერთგან გვალვა, მეორედგან წყალდიდობა, საერთოდ ირევა რა ყველაფერი რა. რა ხდება, ესე იგი, ვიფრინდეთ ბილ გეიტსთან ერთად ცაში, ესე იგი, ეს გამოიწვევს გვალვას, შიმშილს, აი ძალიან ფართო
ასე ვთქვათ, საზოგადოებას ძალიან ცუდად დაარტყავს რა. მოკლედ, აი ეს მზის ჩაბნელება ელემენტარულ D ვიტამინი, ხო, დღეს D ვიტამინზე რა ამბავია რა, სვავენ. ამას ამ ხელა მზე არის. ხო, ეხლა რა ხდება? აი, გავიარეთ ბრიტანეთი, ხო, და ესე იგი გადავინაცვლოთ ეხლა ერთი გვაბნელებს, მეგობრებო, მეორე ქმნის ახალ მზეს. ნუ, ეს ჩინეთში უკვე შედგა ექსპერიმენტი 17 წუთი იმუშავა. ესე იგი, ეს არის თერმობირთვული რეაქტორი, ანუ რეალობაში ტოკამაკ ისტი. ექსპერიმენტულ რეჟიმში უკვე ჩართული იყო და ესე იგი ტემპერატურა მიაღწია 70 მილიონ გრადუს ცელსიუსით. რაც უკვე 5-ჯერ აღემატება მზის ტემპერატურას, რაც ჩვენთვის ცნობილია. ეხლა წარმოვიდგინეთ რა ხდება, რას გამოიწვევს ეს. ესე იგი მიმდინარეობს საერთაშორისო უკვე ჩინეთის მხრიდან და სხვათა შორის ამაში ჩართულია რუსეთი. და არა მარტო რუსეთი ჩართული აღმოსავლეთის ბევრი ქვეყნები კიდე, რომლებიც უზარმაზარ ფულებს დებენ, რომ შექმნას საერთო უზარმაზარი ეს თერმობირთვული რეაქტორი, რომელიც გაანათებს დედამიწას. მე არ ვიცი ხა რა მიზანი აქვს ან ერთი რატო აბნელებს. დღეს მე მგონი ამით დავამთავრებ ამ თემას. თემა გამრცობას ექვემდებარება კიდევ თუ გვაინტერესებს, ანუ მიმდინარე პროცესებში ხა ვინ გააკეთებს თვარეს ახალს, ვინ შექმნის მარსს. არ ვიცი ხა რა გეგმა აქვს ამერიკას, აქედან გამოეთიშა საერთოდ, ხო, აი ამ პროექტიდან, ანუ კლიმატურ დათბობას არ ცნობს, პირიქით იწყებს ის დრილს, ხო, ანუ უნდა კაჩოს და კაჩოსეს შავი ოქრო მაგაზია გადასული, ხო, ყველაფერი ვნახოთ. მოკლედ, მე ვიტყვი რომ სოფლიო არის საგიჟეთში ვიმყოფებით. უბრალოდ ეს საგიჟეთი ეთქვა სულიყო, უბრალოდ ეხლა უფრო ცხადდება. აი ამ ინტერნეტ საშუალებებით. მოკლედ, დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩემი არხი თუ საინტერესოა და ლაიქეთ. კარგ ამინს გისურვებთ. ზომიერს რა, არც თულად გადახურებულს, არც თულად გაციებულს, როგორც ლოგიკურია. დროებით, კარგად ბრძანდებოდეთ.